ემიგრანტებს ხმის უფლებას რომ ართმევენ, რას ფიქრობთ ამაზე? აი საშინელება, რა თქმა უნდა, ანუ რას ვფიქრობ და უამრავი ჩემი მეგობარი არის ემიგრაციაში და კოშმარია მოკლედ. გრევა ქვეყნის მარტივად. გულწრფელად რომ გითხრათ, აი იდეაც არ მაქვს რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. მიჭირს რა საუბარი ამაზე. ძალიან გულგატეხილი ვარ. უცხოეთში ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. რას ფიქრობთ ამაზე? ძალიან ცუდია, რატო არ უნდა გქონდეთ? ნამდვილად უნდა გქონდეთ და დააფიქსიროთ თავიანთი აზრი და თავიანთი არჩევანი. რატომ უკრძალავენ, რას ფიქრობთ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. რატომ გახდა აუცილებელი? ბევრი ხმა რო არ გქონდეთ ალბათ? თუ როგორ? ბევრი ხმა არ დაკარგონ ალბათ. ხო, ალბათ უმეტესად კრიტიკულად არიან განწყობილი ემიგრანტები. მადლობა. სისულელია, როგორ შეიძლება ჩამოართვა ხმის უფლება ადამიანს დააკარგინო თავისი პიროვნება და მეობა. აი არ ვიცი. ეს არის საშინელება, მე ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ ამის. რაში სჭირდებათ ეს? როგორ ფიქრობთ ახლა? რაში სჭირდებათ და აქ უფრო ადვილად ლავირებენ ალბათ ამ ხმებით და იქიდან ალბათ უფრო ნაკლებად აქვთ ხელმისაწვდომობა იმ ხმების ლავირებასთან, ანუ ასე ვთქვათ, ჩემის აზრით, უფრო მარტივი სამართავი აქაური ხმები ვიდრე იქაური. ხო, რაც გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების დროს უპრეცედენტო აქტივობა იყო და რა თქმა უნდა, დამარცხდნენ უცხოეთში ყველაუბანზე. კი. არაფერს არ ნიშნავს ამათვის არავინ, არაფერს არ ნიშნავს. მარტო თვითონ და თავიანთი აზრი. რატომ ართმევენ ამ უფლებას, რას ფიქრობთ? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ წესით უნდა გქონდეთ. აქვთ, მაგრამ უნდათ რომ წაართვან ეს უფლება, რომ არჩევნებში ვეღარ მიიღონ უცხოეთში მონაწილეობა. შეიძლება ეგრეა. რატომ აკეთებენ ამას, რას ფიქრობთ? რატომ გააკეთებენ ახლა? თქვენ რას ფიქრობთ, რატომ აკეთებენ? თქვენი აზრი მაინტერესებს. იმიტომ რომ თვითონ გაიმარჯვენ, აბა რატო აკეთებენ? ემიგრაციაში ვერ იმარჯვებენ. როგორ შეიძლება? ეს იგივეა, რაც მოქალაქეობა რო ჩამოართვა და ვერ ხვდები, ვერაფერს ვეღარ ხვდები, უპირეებს იგონებენ. რა გითხრათ? აი რა რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი? უბრალოდ ვიცით რა არის, უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ხალხი იმიტომ არ წავიდა ქვეყნიდან, რომ თავისი ქვეყანა არ უყვართ, პირიქით, მათ უყვართ. და მე ყველა ემიგრანტს ვიცი, აი ესე გაჭირვების დროს წავიდნენ, შვილები დატოვეს. რაღაც აი ძალიან გული შემტკივა მათთვის და რა ვიცი, რა გითხრათ, აბა ალბათ ხმის უფლება ყველას აქვს. როცა ჭირდებათ ემიგრანტები მათ გვერდში არიან და როცა არა და ხმას ართმევენ ხმის უფლებას. ჯობდა კანესნო იქაც ყოფილიყო, მაგრამ ჩამოსვლით გაუზნელებათ ალბათ მათ ხარჯებთან დაკავშირებულია, რა ვიცი. ისე ჯობია რომ ჩამოვიდნენ ყველა და დასახლდნენ, აქ იმუშაონ, აქ იყვნენ. ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას. თავარი გარი. ყველა უნდა დაბრუნდეს ჩვენთან და აქ გავაწყოთ სამუშაო, აქ ვიყოთ ერთად, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. გაკეთდა ამისთვის რამე? გაკეთდება რაღაცები. კი. მე და შემდეგ გავაკეთოთ, იმამ და გააკეთოს, ერთად დავიშრობოთ ამისთვის. დამთავრდეს უნდა ასეთი ერთმანეთი, არ შეიძლება ესე. რთულია ესე, ცოტა ვარ ჩვენ ქართველები და ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. ყველას უნდა გქონდეს უფლება მის ქვეყანას მხარი დაუჭიროს. ეგ წარმოუდგენელია, რომ ეს ხმის მიცემის უფლება წაართვა, რა ვიცი, ჩემი აზრი. რაში დასჭირდათ ახლა ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა? საერთოდ არ ვიცი. რატომ ცდილობენ ახლა რომ მათ ჩამოართვან ხმის უფლება? იმიტომ რომ ესე ვთქვათ ევროპაში წასული ადამიანი უფრო დასავლური ორიენტაციის არის და შეიძლება არ მოსწონდეს აქაური სიტუაცია და ჩვენი თავრობის დამოკიდებულება გარე პოლიტიკის მიმართ. ამას რატომ აკეთებენ? რას ფიქრობთ? იმიტომ რომ იციან რომ საზღვარგარეთ ვინც არიან, ამ ოცნებას ხმას არ მისცემენ. ჩემი აზრით კატასტროფა არის ეს. რაში დასჭირდათ ეს? ალბათ იქიდან არიღებდნენ ხმებს, ხა ძალიან მარტივი მისახვედრია მე მგონია, მაგას ფიქრი არ ეჭირდება. თქვენ ყავთ ვინმე ემიგრაციაში ახლობელი? კი. მე მგონია ნებისმიერი რომ გააჩეროთ, ყველას ძალიან ბევრი ყავს ვინმე
ახლობელი ემიგრაციაში. ამ ინიციატივის ერთ-ერთ მიზეზად პროპაგანდისტები ასახელებენ იმას, რომ აი უცხოეთიდან იქ თითქოს ვერ აღიქვამენ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სრულ-სურათს ქართველები. 21 საუკუნე არის და მე მგონი ყველა მიცის სად რა ხდება. ეხა იმ ხელა რაღაც არის ინტერნეტი, მსოფლიო გადატრიალება მოახდინა. მე მგონი ეხა მაგას ახსნა არ ჭირდება, რომ შეგიძლია 3 წუთში გაიგო სად რა ხდება. თუ რაღაც საკითხი გაინტერესებს, მოიძიებ და ეგ არის. არა ვერ დავეთანხმები ვერავის მაგაში. ჩვენ ქართულ ხალხს რაღაც ისტორიულად გვაქვს გამომუშავებული ძალიან დიდი გამძლეობა, ვფიქრობ და აი სადამდე threshold-ი ქვია ამას და აი ვის როგორი threshold-ი აქ რა სადივსება, ხო? კაცმა არ უწეს არ. არ არის დრო რომ უკვე აგვევსოს ისეთი აბსურდული ინიციატივებია. ყოველდღე რაღაცა აბსურდს თავაზობენ. დრო გამოაჩენს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ არ არის. ყველას როცა ძალიან წაეჭირება, ალბათ მაშინ, არ ვიცი, რა, ძალიან მაგაზე ვერ პროგნოზირებ, აი. ვერ ხვდები. დედაჩემი ემიგრანტია და მაგრამ რატო არ უნდა ქონდეს ხმის მის უფლება, ხო? მე ამას ვერ ხვდები. უფრო საინტერესო იქნება ვიკითხოთ თუ რატომ არიან ისინი ემიგრანტები. როდესაც ამ პრობლემების რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამ კითხვას გავცენ პასუხს, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, მათ აქვს თუ არა ხმის უფლება და თუ კი მათ არ აქვს ხმის უფლება, რატომ არ აქვს? მოქალაქეები არიან საქართველოსი? მე საქართველოს მომავალს ვერ უყურებ ნათლად. ვერც ნაცების ხელში, ვერც ქოცების ხელში, ჯერ ვარ 18 წლის. მოვესარი მიჩას დროს და ვიყავი პატარა, რაც გავიზარდა აზონება მოვესარი ხოცების დროს. მე ვერ ოპოზიციაში ხედავ და ძალას, ვერ მთავრობაში ხედავ ძალას. იმედი მაქვს, რომ მოვად როდესაც ჩვენი თაობა ჩაიგდებს ხელში მართვის სადავეებს და ჩვენი თაობა გადაარჩეს მართლა ამ ქვეყანას, რომელიც ამწუდას არის წუმბეში. მიუხედავ იმისა, რომ შეიძლება ცურავართ, მაგრამ ცურავ ძალიან ცოდოდ ცურავთ და როგორც ერთი ჩინოვნიკი იყო და ბორძიკეთ, მაგრამ სწორი მიმართულებით და თუ ბორძიკეთ და თუ სწორი, ეგეც საკითხავი არის. მე მაქვს მაინც იმედი, რომ ნებისმიერი კანონი, რაც მიიღება სახელმწიფოში, მოსახლეობა ამას გასცემს საკადრის პასუხს, ეს იქნება იგივე ერთად რუსული კანონი თუ მერეფარა თუ ეხა ემიგრანტები თუ ასე შემდეგ და როდესაც ჩვენი თაობა მოვა უკვე და ჩვენ თაობას აზრს კითხავენ, ჩვენ ამ ქვეყანას ავიღოთ მართალი გზით. თავრობას იმის ეგრეთ წოდებულ ფშხილებში თუ ბჭყალებში შიში აქვს, რომ ემიგრანტები ვინაიდან აი ამ ცუცხოვრებას გაექცნენ იქ, ამათ ხმას არ მიცემენ. სავარაუდოდ, იმიტომ რომ როგორც წესი აგებენ. ხო, ეს გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნებზე, აქტივობა ძალიან მაღალი იყო და უცხოეთის უბნებზე ქართულმა თუმცა ჩვენებრალი არის. როგორც ოტო ფონ ბისმარკი იყო და საკმაოდ ჭკვიანი კაცი და ისტორიაში დიდებულას დიდი პოლიტიკოსი, მთავრობა ხალხია. ჩვენ ყველა ხალხი ვართ, მთავრობი ჩართვით უბრალოდ ესე თქვა და ნებისმიერი ერი ღებულობს იმ მთავრობასაც იმსახურებს და მე მგონი დავიმსახურეთ, არ ვიცი. მე რას უყურებ დამსახურებული გვეკუთვნის ეს ყველაფერი. რა ვიცი, იმედია რაღაცა იქნება. და როგორც კახი კავსაზე იყო და გვეშველება რამე. მე ვთვლი, რომ ძალიან სწორია. რატომ? იმიტომ რომ თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ, ხო, ანუ როგორ да можно на русском? Наверное, можно. თქვენ საქართველოს მოქალაქე ხარ? Я საქართველოს მოქალაქე ვარ და მე ვთვლი, რომ если человек живет за границей, он должен протестовать по те законы, где он живет. თქვენ რუსეთში ცხოვრობთ? არა, მე ცხოვრობდი და დავიბადე საქართველოში. და მე ვთვლი, რომ არ არის სწორი, რომ ვინც არის ემიგრაციაში, უნდა უკარნახოს იქიდან, ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. მე აქ საქართველოს მოქალაქე ხარ? დიახ. მე რატომ ვერ საუბრობ? საუბრობ, უფრო რუსულად ვსაუბრობ, მე რა. მაგრამ აქ ცხოვრობდით სულ? დიახ, ხო და მე არჩევნებში მონაწილეობ? აუცილებლად. ხო და მე ვთვლი, ვინც აქ ცხოვრობს, ის უფრო ხედავს რა უნდა და რა სჭირდება ქვეყანას. თორე იქ ვინც ცხოვრობს, ტელეფონით არის სულ სხვა, მედია სულ სხვანაირად გადმოსცემს და ასე შემდეგ. ამ ინტერვიუს ვინც ნახავს, დარწმუნებული ვარ, გისაყვედურებენ ალბათ. საქართველოში ცხოვრობთ, ქართულად სრულყოფილად ვერ საუბრობთ და ჩვენ გვასწავლის ჭკუასო. მე რა, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ქართულად რო კარგად ლაპარაკობს, საქართველოსთვის რა გააკეთა, მითხარით? წავიდა აქედან? აქ ოჯახებს ინახავენ. მე რა. იმის გამო რომ აქ სამუშაო ადგილები არის. თქვენ არ ცხოვრობთ საქართველოში? დიახ. ხო ცხოვრობთ? ხო მუშაობთ? დიახ. ხო და ვინც წავიდა ამის გამო მათ უნდა ჩამოვართვათ უფლება რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები იყვნენ, თავისი ყველა უფლებით. სრულყოფილი მოქალაქე აქ უნდა იცხოვროს. არა კი საზღვარგარეთ. ანუ მე თუ გადავწყვიტავ რომ წავიდე უცხოეთში საცხოვრებლად, არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა შემეძლოს. იცით რა, თუ ძალიან ის გული გტკივათ საქართველოზე, ხო? არ უნდა წახვიდეთ. თუ აქ სამუშაო ადგილი ვერ ვიშოვე,
ვერ შეიქმნა ისეთი პირობები, რომ თავი რეალიზებულად ვიგრძნო. ამ შემთხვევაში ეს ჩემი პასუხისმგებლობა არის? თუ ქვეყანაში არ იქნება შესაბამისი гарем. Я так думаю, что люди, которые здесь живут, здесь сами должны решать, что им больше нужно. Ის კი არა, რომ იქიდან გიკარნახონ და სხვა თვალით უყურებენ მაინც იქიდან, რაც სჭირდება აქ საქართველოში. ჩემი აზრი ეგ არის, თორე დანაშაული არც ეგ არ არის, რომ დატოვეს საქართველო და წავიდნენ და ინახავენ თავის ოჯახებს. რა თქმა უნდა, რაც ოჯახს სჭირდება, თვითონ იციან, ხო? ხო და თქვენ არასდროს არ გიცხოვრიათ ემიგრაციაში? ცხოვრობდი. სად? გერმანიაში. მაგრამ დავბრუნდი. დიდი ხნით იყავით? კი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ საქართველოში ვცხოვრობ. მე რა რო ქართულად ცუდად ლაპარაკობ. გერმანულად საუბრობ? So, no, нет. მადლობა.